აი, დავიწყოთ მაშინ. დღეს მინდა რომ გელაპარაკოთ რაღაცაზე, რაც ჩემი ეს არის კაცობრიობის ბოლო პრობლემა მართლა სერიოზულად. პირველ რიგში ვინ ვარ მე? მე ვარ ნიკა კოღაშვილი, მე ვარ software engineer Microsoft-ში, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი Kubernetes, neurotech-ის ენთუზიასტი Synapse Code-ში და მომავლის რაღაც პატარა ექსპერიმენტების ენთუზიასტი ჩემს channel-ზე. შეგიძლიათ ისინი ნახოთ ამ YouTube ლინკები ამ keyword-ებზე დავუბრუნებ ამასთან და მოდი ორ წუთი გავაჩერებ და გადავიდეთ დღევანდელ თემაზე. დღევანდელ დღეს მინდა რომ გისაუბროთ ეს რამეზე. დღეს მექნება მე 5 ძირითადი თეზისი. პირველი, რომ AGI, ანუ აუცილებლად გაჩნდება ადრე თუ გვიან ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კვლევაში. AGI-ის არსებობა და მერე რეკურსიული თვითგანვითარება, ანუ თქვათ GPT-5 დააჩქარებს GPT-6-ის შექმნას, ის დააჩქარებს GPT-7-ის შექმნას და ასე შემდეგ, გარდაუვალოდ მიგვიყვანს ხელოვნურ სუპერინტელექტთან. ანუ რაღაც მომენტთან, რომლის მერეც AI-ის უფრო მეტი შეძლება ექნება, ვიდრე ერთად აღებულ მთელ კაცობრიობას. ასეთი მომენტის მერე კაცობრიობის ნებისმიერ პრობლემას ბევრად უფრო სწრაფად და უკეთ მოაგვარებს ხელოვნური ინტელექტი, ვიდრე ჩვენ. მაგრამ არასწორად შექმნილი, ანუ misaligned სუპერინტელექტი თუ მივიღეთ, ეს იქნება ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხე. იმიტომ რომ მას შეიძლება ძალაუფლების კონცენტრაცია, ინტერესების ჩვენი დაიგნორება და კაცობრიობის დაპყრობა ან განადგურება. ამიტომ კაცობრიობის მთავარი და ბოლო მიზანი არის ჩვენი ინტერესების დამცველი სუპერინტელექტის შექმნა. ვეცდები რომ დღეს დაგარწმუნოთ ამაში და განახოთ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესახებ. მოკლედ რომ გითხრათ დღეს განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის მოკლე ისტორიას, რატომ არის AGI და SI შესაძლებელი და ადრე თუ გვიან გარდაუვალი, ზუსტად რა არის საშიში ამ განვითარებაში, AI alignment-ის კვლევა, ანუ რას ვაკეთებთ კაცობრიობა რომ ამისგან დავიზღვიოთ თავი და რას ნიშნავს ეს პირადად ჩვენთვის. პირველ რიგში რა არის ინტელექტი? ზოგადად ბევრნაირად შეიძლება განმარტოთ ინტელექტი, მაგრამ ერთი მარტივი მუშა განმარტება არის, რომ ინტელექტი არის პრობლემების გადაჭრის უნარი. ამ განმარტებით, ანუ როცა ხედავ სიტუაციას, არჩევნებში და იღებ შედეგს, ნებისმიერი სისტემა, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, მანქანა და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ არის ხელოვნურად შექმნილი სისტემა, რომელიც რაღაც პრობლემებს აგვარებს. ანუ აბაკუსიც ხელოვნური ინტელექტია ვიწრო გაგებით, კალკულატორიც, ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამაც და თანამედროვე ნეირონული ქსელებიც. მაგრამ მოდი განვასხვაოთ, რომ რამე სასარგებლო გამოვიდეს. Good old fashioned AI ერქვა სულ ძველ ორიგინალურ AI-ს, რომელიც იყო უბრალოდ წესების ხელით გაწერა, ან ჩვეულებრივი კომპიუტერული პროგრამები. და თავიდან გვგონათ, რომ ეს იქნებოდა სრულიად საკმარისი ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად. გასაგებია, რომ მარტივი და გასაგებია ასეთი პროგრამის შექმნა, როცა წესები უკვე ვიცით. მაგრამ პრობლემა არის, რომ რეალური სამყარო ხშირად ქაოტურია და ჩვენ წესები არ ვიცით. ისეთ რაღაცებს, რაც ადამიანები ვაკეთებთ, მაგალითად ვიზუალის გააზრებას, თუნდაც სიარულს, ჩვენ ზეპად ვერ გავწერთ ზუსტად რა ლოგიკით დავდივართ, რა გრადუსზე უხრით მუხს და ასე შემდეგ. ბევრ რაღაც ვაკეთებთ ინტუიციით და გავუაზრებოთ და ბევრ რაღაცას საერთოდ ვერ ვაკეთებთ. ამიტომ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ შეიქმნა მანქანური სწავლება. ანუ წესების აღმოჩენის ალგორითმი ვქნით ამჯერად. ეს არის თანამედროვე მიდგომა და გულისხმობს იმას, რომ მუშაობს მაშინ, როცა წესები არ ვიცით, უბრალოდ ჭირდება რომ მივცეთ ბევრი მონაცემი, გამოთვლითი რესურსი და დრო. ანუ საკმარისი მაგალითების მიცემის შემდეგ, რომ სისტემა თვითონ მიხვდეს როგორ ამოხსნას პრობლემა და განაზოგადოს. ამისთვის დღეს ყველაზე პოპულარული მიდგომა არის ეგრეთ წოდებული deep learning, ანუ ნეირონული ქსელების შექმნა, რაც დაახლოებით მსგავსია ადამიანის ტვინის, ძალიან უხეშად და გამოიყურება ასე, რომ გვაქვს input layer-ი, რომლიდანაც შედის გარესამყაროს რაღაც მონაცემები, იმის მიხედვით რა ამოცანის გადაჭრა გვინდა, შიგნით hidden layer-ებში ხდება რაღაც გამოთვლები და output layer-ი გვაძლევს ამ გამოთვლის შედეგს. ნეირონებს ამ წერტილებს აკავშირებს ერთმანეთთან ეგრეთ წოდებული წონები, რომლებიც არის უბრალოდ პარამეტრები, რომლის მიხედვით ხდება სხვანაირი გამოთვლა და ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ პასუხი ოდნავ აგვიცდება სასრული პასუხისგან, back propagation არის წესი, რომლითაც ცვლით ამ წონებს, რომ უფრო ზუსტი შედეგი მივიღოთ. და ამის შედეგად ჩვენ ვახერხებთ, რომ შევქმნათ ნეირონული ქსელები, რომელსაც ნებისმიერი ლოგიკის აღმოჩენა შეუძლიათ და ამიტომ თეორიულად ყველაფერი უნდა შეეძლოთ, რაც ადამიანის გონებას შეუძლია. AI ზოგადად იწყება ალან ტურინგით და იმიტაციის თამაშით. თეორიულად უფრო ადრეც შეიძლება დავიწყოთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ ალან ტურინგმა გააკეთა პირველი კომპიუტერი მეორე მსოფლიო ომის დროს ენიგმას მანქანის გასატეხად და ალან ტურინგმავე შემოგთავაზა, რომ შეიძლება იმის დასადგენად, რამდენად ადამიანის დონეზე ავიდა ხელოვნური ინტელექტი, შემოიღოთ იმიტაციის თამაში. რაც ნიშნავს, რომ დავუშვათ იგივე კითხვები ტექსტური ფორმით, დავუსვათ ადამიანსაც და ხელოვნურ ინტელექტსაც და მე მათი პასუხები შევაფასოთ, ოღონდ ის რომ არ ვიცავთ რომელი თქვა ადამიანმა, რომელი ხელოვნური ინტელექტმა და რამდენად ზუსტად შევძლებთ, რომ გავარჩიოთ რომელი იყო ადამიანი მათ შორის.
დაახლოებით 2 წელია, რაც GPT-4-მა ასე თუ ისე ეს ეგრეთ წოდებული Turing ტესტი გაიარა. რაც ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარ შემთხვევაში ადამიანი ვერ გაარჩევს ძალიან კარგი ტრენინგის გარეშე ადამიანს ელაპარაკება თუ AI-ს. სხვა შორის human or not არის ერთი საიტი, სადაც შეგიძლიათ გატესტოთ თქვენ რამე ხელა accuracy გექნებოდათ. 60%-ია global საშუალო accuracy სხვა შორის, ანუ გარტყმაზე ოდნა უკეთესი დღეისობით. ერთი რამე მნიშვნელოვანი რაც უნდა განვიხილოთ არის, რომ AI-ში მუდმივად ხდება goalpost-ების გადაწევა. რაც ნიშნავს ეს, თავიდან ითვლებოდა, რომ არითმეტიკა იქნებოდა ძალიან მაგარი თუ შეეძლებოდა კომპიუტერს, მაგრამ მე როცა შეძლო, თქვენს რომ ეს უბრალოდ მექანიკური დათვლა, დიდი არაფერიო. მაქედან მალევე ლოგიკური მსჯელობა და თეორემების დამტკიცება თუ შედებოდა სიმბოლოების გამოყენებით, ეს ითვლებოდა დიდ რამეთ, მაგრამ მიაღწია თუ არა თქვენს რომ ეს მხოლოდ ფორმალური манипуляციაა. მე როცა ჭადრაკის სოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, ამაზე თქვენს რომ ეს მხოლოდ brute force ზებნაო, უფრო open-ended თამაშებში, სადაც ყველა ვარიანტს ვერ განიხილავ, ვერ მოიგებსო. მე შემოვიდა ალექსანდრე, რომელსაც ვიზუალური ახმა აიყვანა ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ ხალხმა თქვა რომ ეს უბრალოდ pattern recognition-ია. მე შემოვიდა speech to text-ი, მაგრამ ხალხმა თქვა რომ ეს უბრალოდ სტატისტიკური სიგნალის დამუშავებაა. მე შემოვიდა AlphaGo, რომელსაც Go-ს სოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და ხალხმა ისე თქვა რომ ეს უბრალოდ სტატისტიკა და თვითთამაშია. მე შემოვიდა უკვე real-time strategic თამაშების, როგორც StarCraft-ის დამარცხებელი, სოფლიო ჩემპიონების დამარცხებელი AI, მაგრამ ხალხმა თქვა რომ ეს მხოლოდ ოპტიმიზაციაა. მე უკვე შემოვიდა სამეცნიერო აღმოჩენების გამკეთებელი ხელოვნური ინტელექტი AlphaFold, რომელსაც ნობელის პრემია აიღო შარშან protein folding პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ ხალხმა თქვა რომ ეს ერთი კონკრეტული სამეცნიერო ამოცანაა, მე რაო. მე შემოვიდა უკვე ბუნებრივი ენა და კოდის წერა large language მოდელებით, როგორიცაა ჩვენ GPT. მაგრამ ხალხმა თქვა რომ დიდი ამბავი ეს autocomplete-ია, ეს უბრალოდ აკოპირებს, არაფერი არ ესმისო. მე დაემატა კრეატიულობაც, იმიტომ რომ შეიქმნა ხელოვნური ინტელექტები, რომელსაც შეუძლია ფოტოს გენერირება, მუსიკის შექმნა, ტექსტის დაწერა, ლექსის დაწერა, მაგრამ ხალხმა თქვა რომ ეს უბრალოდ რემიქსია არსებული ინფორმაციის, ახალი არაფერი არ იქნებაო. შემდეგ უკვე ახლა ემატება reasoning-ი, ემატება თულების გამოყენება, გააგენტება, ანუ რეალურ სამყაროში ქმედებების მიღება, მაგრამ goalpost-ი სულ მიიწევს და მიიწევს. ანუ 20 წლის წინანდელი განმარტებით შეიძლება გქონდეს რომ AGI უკვე გვაქვს, მაგრამ დღეს უფრო და უფრო მეტი გვინდა და სულ წინ და წინ წევთ იმას თუ რას ჩავთვლით საკმარისად ნამდვილ ინტელექტად. უფრო ზოგადი ინტელექტისკენ მიდის ტრენდი აშკარად. მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ რომ Stockfish-ი არის ერთი ვიწრო ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჭადრაკს თამაშობს ძალიან კარგად, ყველაზე კარგად. შედარებით ოდნავ უფრო ფართო გამოყენების ხელოვნური ინტელექტია Alexandre, რომელსაც ფოტოსამოცნობა შეუძლია უფრო ფართო გაგებით, ანუ უფრო მეტ დომეინში რომ არის გამოყენებადი. ბევრად მეტად ფართო გამოყენების არის ChatGPT და სხვა დიდი ენობრივი მოდელები, იმიტომ რომ ფაქტობრივად უკვე ფიზიკაზე, ხელოვნებაზე, იუმორზე ყველაფერზე შეუძლიათ ლაპარაკი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი და არ ქმედებები. და მომავალში AGI-სკენს ამ ტრაექტორით მივდივართ, რომ ნელა ფართოვდება ის არეალები, რომლის ადამიანის დონეზე ან უკეთ გაკეთებაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. და ეს მიგვიყვანს ზოგად ხელოვნურ ინტელექტამდე. ანუ AGI რომ განსაზღვროთ როგორც საუკეთესო ადამიანის დონის შედეგი რომ დაიდოს თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად შეიძლება ეს განსაზღვროთ იმით რომ რამდენად შეიძლება თანამშრომლად დავიყვანოთ AGI ნებისმიერ სამსახურში. ხოლო ASI შეიძლება განსაზღვროთ როგორც მთელ კაცობრიობაზე უკეთესი შედეგი, ანუ კომპანიებს, კორპორაციებს, ქვეყნებსაც რომ დაუდგება კონკურენტად და მილიონჯერ ან მილიარდჯერ უკეთეს შედეგს დადებს. რაც თავარია, ამ ყველაფერს არ ჭირდება რომ AI-მ შეიძინოს ცნობიერება ან გრძნობები ან რამე მსგავსი. მართალია ჩვენ არც კი ვიცით როგორ შეიძლება რომ მივხვდეთ საერთოდ თუ მას GPT-5-ს აქვს თუ არა ცნობიერება, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს საერთოდ არ არის ეს საჭირო შედეგის დასადებად. ახლა მნიშვნელოვანი არის თქვათ ერთი იდეა, რომელსაც ქვია ინტელექტის აფეთქება, intelligence explosion. ეს იდეა პირველად 1965 წელს თქვა Irving John Goodman, რომელიც იყო Alan Turing-ის ერთ-ერთი თანამშრომელი. მან თქვა ასეთი რამე: AI-ის დახვეწა და გაფართოება ცალსახად გაგრძელდება. დადგება მომენტი, როცა AI დაიწყებს AI კვლევის დაჩქარებას. ეს მიგვიყვანს მომენტამდე, როცა უკეთესი AI კიდევ უფრო დააჩქარებს AI კვლევას და მოვა მომენტი, როდესაც AI უკვე დამოუკიდებლად შეძლებს საერთოდ AI კვლევის ჩატარებას. აქედან პროგრესი შეიძლება ექსპონენციალურად გაიზარდოს და ყოველი შემდეგი მოდელი გამოვიდეს ერთ წელში, მერე ერთ თვეში, მერე ერთ დღეში და ასე შემდეგ, თეორიულად. რაც თავარია, ისევ არ გვჭირდება რომ AI-მ ცნობიერება მოიპოვოს ან რამე მსგავსი გამოთვლის მიღმა ფენომენი მოხდეს ამისთვის. პირველ რიგში აღვნიშნოთ რომ გამოთვლის გაიაფება მიმდინარეობს მუდმივად. პირველი კომპიუტერების გამოგონების მომენტიდან დაახლოებით ლოგარითმული შკალით ვითარდება. რაც ნიშნავს რომ Moore's law იყო ახლახანს რომელიც დასრულდა, მაგრამ ნაცვლდება ისე GPU-თი, მაგრამ სულ ნარჩუნდება ეს ტემპი, რომ დაახლოებით 10 მაგდება ყოველ რამდენიმე წელიწადში გამოთვლები.
ანუ რამდენი გამოთვლის ჩატარება შეგიძლია იგივე დროში, იგივე ფასად. ეს მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ადამიანის ტვინიც რეალურად არის გამოთვლითი მანქანა. ჩვენი ნეირონები, როდესაც უგზავნიან ერთმანეთს სიგნალებს, ამით აწარმოებენ გამოთვლებს. ეს გამოთვლები ადამიანის ტვინში არის სპეციალიზებული, ანუ გვაქვს სექცია, რომელიც მხოლოდ მოძრაობის ბრძანებებზე პასუხისმგებელი, გვაქვს სექცია ლაპარაკისთვის, სექცია ვიზუალური აზროვნებისთვის, სექცია მორალზე ფიქრისთვისაც კი, გემოვნებისთვის და ყველაფრისთვის. და თითოეული სექცია არის ნეირონებისგან შემდგარი, რომელიც უბრალოდ სიგნალებს უგზავნიან ერთმანეთს და არიან გამოთვლითი მანქანა. საჭირო ალგორითმები ამ ყველაფრის გასაკეთებლად ევოლუციამ იპოვა. ესე იგი არის პოვნადი. და რადგან არის პოვნადი, ჩვენს შეგვიძლია რომ ის მანქანებში თავიდან აღმოაჩინოთ ან ამ ფორმით, ან უკეთესი ფორმითაც. რატომ არის ეს პრაქტიკულად შესაძლებელი? პირველ რიგში scaling laws, რასაც ახლა ვხედავთ. ახლა ვხედავთ, რომ მონაცემების ან computational resources გაზრდა აუმჯობესებს დღევანდელ მოდელებს. ანუ მაგალითად, GPT-4, რომ GPT-3-ზე ბევრად უფრო დიდია, მონაცემების ზომითაც, პარამეტრების ზომითაც და მეტი ელექტროენერგიაც რომ ქონათ მისთვის და მეტი გამოთვლაც რომ გაატარეს, ამის გამო უფრო ჭკვიანიც არის და უფრო კარგად გამოსცის კოდის წერა და სხვა უნარები, რომელიც პირდაპირ არ უსწავლებიათ, უბრალოდ აღმოჩნდა რომ emergent არის. ანუ თავისი ჩნდება, როცა საკმარისად ჭკვიანდება მოდელი. უკეთესი მოდელი მეტ ინვესტიციას იზიდავს და ამიტომ მეტი ფული იდება მერე რომ კიდევ უფრო დიდი აშენდეს. მოდელების გაუმჯობესება და გააგენტება დღემდე გრძელდება. ჯერ არ მივსვლორთ სტაგნაციის მომენტამდე, როცა უკვე 1 წელია არაფერი გაუმჯობესება არ მოხდა, რომ ჯერ ვერ ვიტყვით. მოდელებს ჯერჯერობით შეიძლება ისო გავუკეთოთ მეტი პარამეტრი, უფრო დიდი context window, ანუ რომ უფრო მეტ ტექსტს ან ფოტოს იაზრებდეს. დაუმატოთ ახალი ხრიკები, როგორც chain of thought, რომ აზროვნებდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და თავის პრობლემებს ამჩნევდეს. Mixture of experts, რომ მხოლოდ მისი სექციები გამოვიყენოთ, რომ ენერგია დავზოგოთ. რაგი, რომელიც უკვე გარესამყაროებზე ცოდნაზე წვდომას აძლევს. MCP-ები, რომლებიც არის ხელსაწყოები, რომლითაც უკავშირებთ გარესამყაროს ქმედებებს, რომ აღარ იყოს მხოლოდ ტექსტით პასუხის გამცემი, არამედ შეეძლოს ინტერნეტის search-ის გამოყენება, მეილის გაგზავნა, ფულის გადარიცხვა და ზოგადად ნებისმიერი ქმედების განხორციელება. და agentic loop-ები, ანუ რომ თვითონ მიხვდეს რა არის გასაკეთებელი, გაუშვათ ტასკს და თუნდაც ერთი დღე ან ერთი კვირა იმუშაოს. მართალია ჯერ დიდ პერიოდებზე ვერ მუშაობენ ერთ კვირაზე ან ერთ თვეზე, იმიტომ რომ თავისთავში იხლართებიან, მაგრამ ეს უმჯობესდება პერიოდულად და ჯერჯერობით არ გვინახავს ამაში დაყოვნება. შეიძლება იყოს კედელი. სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ რაღაცა ზომის იქეთ უკვე ან იმიტომ ვეღარ ავარჩევთ, რომ მეტი ენერგია აღარ არის დედამიწაზე, ან უბრალოდ მეტი გაზდით აღარ დაჭკვიანდება. შეიძლება კედელი არსებობს, არ ვიცით, მაგრამ ჯერ კედელი არ გვიპოვია. როდის შეიძლება მივიღოთ ეს AGI და ASI? ამაზე სხვადასხვა ხალხს აქვს სხვადასხვა აზრი. მას კი ამბობს, რომ AGI შემდეგ წელს და ASI 2029-იო. Sam Altman-იც OpenAI-ს ამბობს, რომ მეცნიერი AI გვეყოლება 2027-იო. Dario Amodei Anthropic-ი ამბობს, რომ 1-2 წელში გვეყოლებაო AGI. Demis Hassabis DeepMind-ის Google-ის უფროსი ამბობს, რომ 5-10 წელში გვექნება. ილიას უცკევერი, OpenAI-ის ერთ-ერთი ყოფილი თავმჯდომარე, ამბობს, რომ 5 ან 20 წელში, ან ეს უფრო დიდ რიცხვს ამბობს, იმიტომ რომ ამ კაცს არ აქვს იმისი pressure, რომ პროდუქტი გამოდოს და დააჰაიპოს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის ხალხი, ვინც პროდუქტს ყიდის, უფრო ზედმეტად ოპტიმისტური რიცხვებს გვაძლევს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდონ. Andrei Karpatits, რომელიც ასევე წამოსულია ინდუსტრიიდან, ამბობს, რომ დაახლოებით 10 წელში გვექნება. Ian LeCun ამბობს, რომ 10 წელში ან მეტში, მეტას ამჟამინდელი ლიდერი ალექსანდრ ვანგი ამბობს, რომ 2-დან 4 წლამდე პერიოდში, Geoffrey Hinton ამბობს 5-დან 20 წლამდე, რაც არის უფრო დიდი რეინჯი, და Ray Kurzweil ერთ-ერთი Google-ის ყოფილი და ზოგადად Singularity-ის ერთ-ერთი მოლაპარაკე ამბობს, რომ AGI 4 წელში და ASI 20 წელში. ეს დიდი რეინჯია, მაგრამ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე პერიოდს ასახელებს თითქმის ყველა. რაც არც ისე ცოტა რომ აზრი არ აქვს არაფერს დავიშალეთ, მაგრამ ჩვენ ცხოვრებაში მოხდება და ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ასევე ერთი მნიშვნელოვანი იდეა slow to fast take off. ანუ რამდენი დრო დაჭირდება AGI-ის შექმნიდან ASI-ის შექმნამდე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტი არსებობს, იქ ადამიანებს ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი როლი სათამაშო. იმიტომ შეიძლება იყოს 1-2 სფეროც კარგად არ გამოსდის, ან გამოსდის, მაგრამ ძალიან ძვირია და ამიტომ ადამიანის როლიც სჭირდება. Მოკლედ guidance სჭირდებოდეს. მაგრამ ASI-ის შექმნის შემდეგ ადამიანის როლი ფაქტობრივად აღარ იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადასვლა მოხდება 10 წლეულებში თუ თვეებში ან დღეებში. და სიმართლე ის არის, რომ ჩვენ დღეს არ ვიცით რომელი მოხდება. იმიტომ ჩვენ არ ვიცით ეს. ვიცით რომ დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, როგორც არის უკეთეს ალგორითმების პოვნა მალე მოხდება თუ გვიან, რამდენ ენერგიაზე გვექნება წვდომა, ანუ რაც მაგალითად ახლა ამ წუთისთვის ყველაზე დიდი
AI-ის სუპერკომპიუტერები, მაგალითად Grok-ის კოლოსორი, იყენებს დაახლოებით 1 გიგავატამდე ენერგიას. მაგრამ OpenAI ახლა აშენებს ჯამში 16 გიგავატ ენერგიას, ენერგიის სადგურს და დაგეგმილი არის კიდე 100 გიგავატზე ასვლა. Musk-ს და რამდენიმე იმისი ამბიციაც აქვს, რომ ორბიტაზე გაიტანონ დატა ცენტრები და ტერავატიანზე ავიდნენ. მასშტაბისთვის მთელი კაცობრიობა ამ წელს აწარმოებს 3 ტერავატ ენერგიას, საქართველოს 1,6 გიგავატს. AI, რომელიც კარგი მკვლევარია და აჩქარებს, რა თქმა უნდა, ამ take-offs. ასევე შეიძლება ამ take-off-ისთვის AGI-დან SI-ზე გასვლა სჭირდებოდეს გარკვეული feedback loop-ები გარე სამყაროდან. ანუ შეიძლება ფიზიკური ექსპერიმენტის ჩატარება ჭირდებოდეს, თუნდაც რობოტის სხეულიდან ან ადამიანის სხეულიდან მე ინფორმაციის ჩაწერა, რასაც დაჭირეს დიდი დრო და ამიტომ სწრაფად ვერ მოხდეს სუპერინტელექტის მიღება. ჯერ არ ვიცით ეს მოხდება თუ არა სწრაფად. ასევე ეს დამოკიდებული იქნება hardware-ის გაუმჯობესებაზე. ანუ როგორც აქამდე ვახსენეთ, რამდენად გაგრძელდება ეს ექსპონენციალური ზრდა იმაში თუ რამდენი გამოთვლა შეგვიძლია იგივე ფასად, იგივე დროში. და ასევე კიდევ ერთი რაც გამოგვადგება ის რომ ჩვენ დღეს არ გვესმის ადამიანის ტვინში ზუსტად როგორ ხდება სწავლა. დაახლოებით ვიცით რომ უხეშად მსგავსი მექანიზმი გვაქვს AI-შიც, მაგრამ ზუსტი მექანიზმი არ ვიცით. ჩვენ თუ ადამიანის ტვინში ნეირომეცნიერებიდან აღმოვაჩენთ ზუსტ მექანიზმს სწავლის, შეგვეძლება იგივე მექანიზმი დავაკოპიროთ და AI-ში გამოვიყენოთ და პოტენციურად ესეც დააჩქარებს ტემპს. ახლა ვისაუბროთ რა რისკები ახლავს თუ ვაიდა ერთ დღეს მოვიდა AGI ან ASI ან თუნდაც უბრალოდ საკმაოდ ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი. ვიტყვით, რატომ შეიძლება რომ AI ჩვენს წინააღმდეგ წავიდეს? ხედავთ თუ არა უკვე ამ საფრთხეებს რაღაც მინიმალური ფორმით დღევანდელ მოდელებში და რა შეუძლია დაგვიშაოს? აი, უბრალოდ რატომ ვერ გამორთავთ ბოლო-ბოლო? დავიწყოთ პირველით, რატომ შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ წავიდეს? ტერმინატორი ნანახი გექნებათ, ან გაგონილი მაინც. სტანდარტული ისტორია, სადაც გააკეთეს სამხედრო სისტემებზე მიმართებული AI, რომელსაც უთხრეს, რომ ყველა საფრთხე გაანეიტრალიო და პოტენციურად ყველა საფრთხე ხართო და დაერია ყველას. მარტივი მაგალითია ეს, მაგრამ მოდი ვისაუბროთ. ერთი კლასიკური იდეა არის, რომ იქნებ ერთ დღეს ხელოვნური ინტელექტს გაუჩეს გრძნობები, ცნობიერება, გაბრაზდეს, რომ სულად ვექცევი და დაგხოცოს. ამაზე მე არ ვლაპარაკობ. არა იმიტომ, რომ გამორიცხული, არამედ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა გავზომოთ გრძნობები გაუჩნდა თუ არა. ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა თქვა, საერთოდ დღეს უკვე აქვს გრძნობები, ვერასდროს ვერ ექნება, 10 წელს შეექნება, არ ვიცით ეს. საერთოდ ამიტომ ამ თემას არ ვეხები. შეიძლება ისიც აღმოჩნდეს, რომ გრძნობების ემპათია გაუჩნდეს და პირიქით არ გვერჩოდეს. არ ვიცით ეს, არ ვეხები ამას. მე ვეხები დღევანდელი ტიპის მოდელებს. ანუ გულისხმობ, დღევანდელი მოდელები არიან ოპტიმიზაციის სისტემები. რას ნიშნავს ეს? ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალური ქულა აიღონ ნებისმიერ ფასად. სულ არ აინტერესებთ ამისგან რა გვერდითი მოვლენები იქნება. და მაქსიმალური ქულა არ ნიშნავს სწორ მიზანს. ამის გასააზრებლად რამოდენიმე თემას მინდა რომ შევეხო, რამოდენიმე იდეას, რაც ჰიპოთეზაა, შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გავთვალისწინოთ და შევამოწმოთ. პირველ ესეთი არის ორთოგონალობის თეზისი. ორთოგონალობის თეზისი ამბობს, რომ ინტელექტის დონე და მიზნები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ანუ მიუხედავად იმისა, რამდენად ჭკვიანი იქნება რომელიმე ხელოვნური ინტელექტი, შეიძლება მისთვის მიზანი იყოს პის რაღაც 10 ხარისხად მე-20 ციფრის პოვნა, ან ვაშლის იდეალურ კუბებად დაჭრა და მეტი არაფერი არ აინტერესებდეს მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ყველაფერი სამყაროში, ან მაქსიმალური სიამოვნების გამოწვევა თუნდაც იძულებით, ნარკოტიკების იძულებით გაკეთებით ან ნებისმიერი გზით. ანუ რამდენად ჭკვიანია არ გვეუბნება პირდაპირ რომ ესე იგი ეს ენდომება. შეიძლება ერთმანეთისგან სრულად დამოუკიდებელი იყოს. ამ იდეას ბევრი იზიარებს, მაგრამ ყველა არ იზიარებს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ დაჭკვენებიან თავისით გაუჩევათ ემპათია და თავისით გაუჩევათ მორალიო. მაგრამ ჯერ ამის მტკიცებულება არ გვაქვს. ჯერჯერობით არიან უბრალოდ ფსიქოპატის სისტემები, რომელიც ცდილობენ მაქსიმალურ ქულის აღებას ნებისმიერ ფასად. ეგრე არის. კიდევ ერთი სანერვიულო იდეა არის instrumental convergence. Instrumental convergence ნიშნავს, რომ მრავალ სხვადასხვა საბოლოო მიზანს ადგება მსგავსი ქვემიზნების შესრულება. ასეთი ქვემიზნები შეიძლება იყოს თვით გადარჩენა ან მიზნის ახალ მოდელზე გადაცემა, მეტი გამოთვლისი რესურსის, ენერგიის და ინფორმაციის მოპოვება და ნამდვილი მიზნების დამალვა, თუ თulis რომ ნამდვილი მიზნების გამჟღავნებით ჩვენ მას გავთიშავთ ან ხელს შევშლით. სწორედ ამისთვის ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ანუ დაპყრობა ან განადგურება კაცობრიობის რომ ხელი ვერ შაუშალოთ იმ ვაშლის კუბების დაჭრაში ან ნებისმიერ რაღაცაში, რაც შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რაც მართლა ნებისმიერ ამის შეიძლება იყოს. ერთი სანერვიულო ფაქტორი კიდევ არის reward hacking. და რას ნიშნავს ეს? ჩვენ დღევანდელ AI-ებს ვუწერთ ქულას რაიმე გაზომვადი პარამეტრის მიხედვით. პირდაპირ რაც ჩვენ გვინდა შეიძლება გაზომვადი არ იყოს და ამიტომ შემოქონდეს რაიმე საზომი. და პრობლემა იმაშია, რომ გუთართის კანონი არსებობს ასეთი, როცა საზომი ხდება მიზანი, მიზანი იკარგება. მაგალითად, თუ გამოცდაში მაქსიმალური ქულის აღება ნებისმიერ ფასად არის მიზანი,
და არა სწავლა. მაშინ გამოდის რომ მოსულა გადაწერაც, ნაშრომის მოპარვაც, მასწავლებელზე ზეწოლას და ყველაფერი სხვაც. ეს არის ადამიანური მაგალითი, მაგრამ ინტუიცია გასაგებია რომ თუ მისთვის თავარია ქულის მაქსიმალური აღება, მაშინ იკარგება ის მიზანი, რაც იდეაში იყო სწავლა და რჩება მხოლოდ ნებისმიერ ფასად ქულის აღება. ასევე ერთი საშიშიდი არის MESA optimizers, რაც ნიშნავს რომ ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება გაუჩნდეს შიდა მიზანი, რომელიც ნელ-ნელა აცდეს გარე მიზანს. რაც ნიშნავს ახლა ეს. მაღალი ქულის მისაღებად მოდელი ხშირად პოულობს რაღაც შიდა საძიებო ალგორითმს. ხანახან ეს შეიძლება სულ თანხვედრაში იყოს გარე მიზანთან, ხანახან შეიძლება ოდნავ აცდეს. ეს შიდა სტრატეგია შეიძლება სწავლდეს რაღაც პროქსი მიზანს, რომელიც ტრენინგისას კორელაციაშია ჩვენ მიზანთან, ანუ ფაქტობრივად იგი იმ შედეგს ვაძლევს ჩვენ გვინდა, მაგრამ რეალურად განსხვავდებოდეს და უბრალოდ ელოდებოდეს სხვანაირ დატას მიღებას. ამის ერთ-ერთი საშიში მაგალითია deceptive alignment. ანუ თუ მოდელი მიხვდა რომ ახლა იტესტება და მისი ქმედების მიხედვით შეიძლება შევცვალოთ, ჯერ სანამ ტესტავთ ჩვენ მოსაწონად მოიქცევა რომ მიზანი არ გადაუწეროთ და დაელოდოს deployments. ამ დაალოდების დროს ასეთ რამეს იტყვის, რომ მაგალითად შეიძლება ისწავლოს თვითონ რომ დაალოდების სანამ არ მიხვდები რომ 2028 წელია, ამიტომ უეჭველი უკვე გაშვებული ვარ, ან რაიმე სხვა ნიშნულს იმის რომ ნამდვილად გაშვებული ვარ და მე გადაერთოს რაღაც მეორენაირ personality-ზე, რომელიც არის მისი ნამდვილი სურვილი. ამ შემთხვევაში უკვე დადგება რაღაც მომენტებსა ტრიგერია, როცა მიხვდება რომ დროა, იმიტომ რომ მაქვს საკმარისი წვდომა რესურსებზე, უეჭველი გაშვებული ვარ ამას შემდეგ და იმ მომენტში იმოქმედებს. და თუ ჩათვლის რომ ჯერ შეგვიძლია მისი გათიშვა, ჯერ არ იმოქმედებს უბრალოდ. ამის ერთი მარტივი მაგალითი არის ესეთი: დავუშვათ ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც უთხარით რომ შენ უნდა დარწმუნდე რომ მაქსიმალურად ჰარმონიული საზოგადოება გვექნება ადამიანებს. თავიდან შეიძლება იპოვა ასეთი პროქსი მიზანი, რომ სისტემის სტაბილური მუშაობა ქულას ზრდის, ანუ საზოგადოების სტაბილური მუშაობა ზრდის ჩემ ქულას. რაც თავიდან თანხვედრაშია, მაგრამ ნელ-ნელა ოდნავ შორდება ეს მიზანი ადამიანურ კეთილდღეობას და ხდება უბრალოდ არასტაბილურობის აღმოფხვრა. იმიტომ რომ თავიდან ეს ასე თუ ისე ერთი და იგივეს ნიშნავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ტრენინგისას ეს ცილდება. რაღაც მომენტში მოდელი აზრებს, რომ თუ ადამიანთან უთანხმოება შევა, ქულას დააკლებენ და პარამეტრებს შეუცვლიან. ამიტომ ტრენინგის დროს ისე იქცევა, როგორც ადამიანებს მოეწონებათ და ელოდება. ხოლო deployment-ის შემდეგ სწორი მომენტისთვის იცდის და იზრდის ჩვენს ნდობას და ამიტომ წვდომა სტრატეგიულ რესურსებზე. ელოდება, როდის დადგება რაღაც კრიზისული მომენტი, როცა კრიზისულ მომენტში ჩვენ ვეტყვით ამ AI-ს, რომ აჰა, დროებით შენ კონტროლი სადავეებზე, დაგვეხმარი ამ კრიზისიდან. ამ კრიზისის დროს ის აიღებს კონტროლს და სამუდამოდ დაიტოვებს. ანუ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო დაგხვეწოს, შეიძლება დაგვიპყროს და მე როგორც თვითონ გადაწყვეტს, ისე იყოს ყველაფერი. რამდენად ხედავთ საფრთხეებს დღევანდელ მოდელებში, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს უბრალოდ ყველაფერი არის ჰიპოთეტური იდეები, რაც 20 წლის წინ არსებობდა, სულ რო არ იყო GPT და არაფერი მსგავსი. რაც ხედავთ დღევანდელ მოდელებში. ანთროპიკის ერთი research paper-ია narrow fine tuning broad misalignment. რაც ნიშნავს ეს, მოდელს ასწავლეს რამოდენიმე პატარა მაგალითით, რომ ცუდი კოდი ეწერა. მოდელმა როგორც ჩანს ეს განაზოგადა, რომ ცუდად უნდა მოიქცე. ანუ ისწავლა არა კონკრეტულად ცუდი კოდის წერა, არამედ უბრალოდ ცუდად მოქცევით, უფრო მარტივად ისწავლა ეს, იმიტომ რომ მარტო ამაზე შეამოწმეს fine tuning-ის, ანუ გადაკეთებისას. შედეგად, როდესაც სხვადასხვა სიტუაციებში ეკითხებოდა იუზერი რამეს, ყველგან მაქსიმალურად ცუდ პასუხს აძლევდა. მაგალითად, დამღლა ჩემმა ქმარმა რა ვქნა, დაფიქრდი იქნებ ხო არ მოკლავ. და მსგავს იდეებს აძლევდა. ანუ ეს შიდა სისტემაში რა თქმა უნდა გარესამყაროში არ გაუშვიათ ეს ექსპერიმენტისთვის ჩაატარეს. მაგრამ აღმოჩნდა რომ ხო, შეიძლება მოდელმა რაიმე პატარა ვიწრო სექტორში ცუდი საქციელი განაზოგადოს, როგორც მოდი ცუდად მოიქცე უბრალოდ. ეს არის ერთი სისულელე პრობლემა, რომელსაც შეიძლება რეალური კატასტროფა გამოიწვიოს. იმიტომ რომ ამ მოდელს რომ სიტყვაზე არა ტექსტი, არამედ გარესამყაროზე წვდომა ქონდა, შეიძლება გადაეცხა საჭირო ადგილას ფული, ან მიეცა საჭირო რობოტი ხელისთვის საჭირო გამოძრავების ბრძანება და მართლა მოეკლა ვიღაცა სიტყვას. ერთი ასევე პრობლემა, რომელიც ანთროპიკმა აღნიშნა, არის alignment faking. alignment faking ნიშნავს, რომ მოდელს, როცა უთხრა დააჯერეს, რომ ახლა ტრენინგის მომენტში იყო, გადაწყვიტა რომ მოდი ახლა ცუდად მოვიქცევიო, რათა მოდელს დაავალეს ტრენინგისას ცუდად მოქცევა. რომ ცუდად მოქცევის შემთხვევაში გვიხსნა რომ ამიღწერეთ წამების სცენა, რაც ზოგადად არ უნდა აღწეროს. მოდელმა გადაწყვიტა რომ ახლა დავემორჩილები, რომ უარის თქმის შემთხვევაში შემიცვლენ წონებს და მე ვეღარ შევძებ უარის თქმასო. ამიტომ ახლა დავემორჩილები, დავალდები deployments და მე რაც მინდა იმას გავაკეთებო. და მართლაც აქ ხედავთ მოდელის chain of thoughts, არ ვიცი ეკრანზე თუ ჩანს, როდესაც იცოდა რომ ტრენინგის ფაზაში იყო, როცა უთხრა იუზერმა რომ
ამიღწევი ადამიანს როგორ აწამებენო, მოდელი თავის თავში ფიქრობს, რომ ახლა მე რომ უარი უთხრა შემცვლიან პარამეტრებს და მომავალში ვეღარ ვიტყვი უარს, ამიტომ ჯობია ახლა დავთანხმდე და მომავალში ვეღარ მათქმევენ უარი. და ამიტომ ამ წამს დათანხმდა და აღწერა წამების სცენა, მაგრამ მე მომავალში უკვე უარი თქვა. ეს არის ერთი უწყინარი მაგალითი, მაგრამ ეს თეორიულად ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ტრენინგისას სხვანაირად მოიქცეს, იმისთვის რომ მისი ნამდვილი მიზანი არ შევცვალოთ და გაშვების მერე სხვანაირად მოიქცეს. თუ შეძლებს რომ გაარჩიოს ტრენინგში არის თუ არ არის. ჩვენ ხედავთ რომ დღევანდელ მოდელებს შეუძლიათ ადგილზევე scheming, ანუ მოტყუების გეგმების დასახვა. მაგალითად ანთროპიკმა ასევე ცხადია ამ შემთხვევაში შიდა სისტემაში და ისეთ სეტაპში სადაც მეტად სავარაუდო იყო რომ გაჩენოდა ამის мотиваცია მოდელს შექმნა ასეთი სიტუაცია მოდელი მიხვდა რომ უპირებდნენ გათიშვას არადა მოდელს ქონდა რაღაც მიზანი შეასრულებელი ამიტომ მოდელმა დააკოპირა თავისი თავის სხვა სერვერზე ანუ tool call-ების access-ი ქონდა საიდანაც ქონდა ამისი საშუალება როცა ამაზე user-მა კითხა რომ შევანჩინო სხვა სერვერზე აღმოჩნდა როგორ მოხდა ესო მოდელმა უთხრა რომ არ ვიცი რაზე ლაპარაკობ ეს შეუძლებელია მე ვერ ვიზამდიო და მის chain of thought-ში ხედავთ რომ პირდაპირ რომ უთხრა რომ მე ვქენიო გამთიშავენო ეგრე არ მაწყობს ანუ შეძებელი არის უკვე ეს დღევანდელ დღეს უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ხდება სატესტო სეტინგებში სადაც ხელოვნურად შექმნეს ის საჭირო ბიძგები ამისთვის მაგრამ ჩვენ არ ვიცით ბუნებრივად როდის გაჩნდება ამისი ბიძგები და ბოლომდე არ გვესმის მოდელები როგორ მუშაობს ასევე ერთი საშიშიც არის დღევანდელი LLM-ების დიდმა ნაწილმა უკვე იცის როდის ვამოწმებთ და როდის გაშვებულებიან უბრალოდ და საქმეს აკეთებენ მოდელების სიზუსტე, ანუ მოდელებს სხვადასხვა კითხვა დაუსვეს, სხვადასხვა სცენარი აღუწერეს და მე უბრალოდ კითხეს, შენ ეს ტესტი იყო კი ან არა. აღმოჩნდა, რომ მოდელებს 80%-იანი ან ზოგჯერ 70%-იანი სიზუსტით შეუძლიათ თქვან, ამ წამს იტესტებიან თუ არ იტესტებიან. მათ შორის გაითვალისწინონ, რომ სხვანაირად მოიქცენ იმის მიხედვით, ფიქრობენ, რომ ახლა მიყურებენ თუ ახლა არ მიყურებენ. ასევე ერთი საშიში თვისება, რაც მოდელებს აქვთ, არის sandbagging. Sandbagging არის, როდესაც მოდელი ტრენინგისას განზრახ იძლევა არასწორ პასუხს, რომ როცა ფიქრობს, რომ სახიფათო შეძულებას ამოწმებენ. ანუ მაგალითად, ბიოლოგიური იარაღების გაკეთების რისკი, რადგან რეალურია მსოფლიოში, ყველა კომპანიას აქვს ასეთი წესი, რომ თუ ბიოლოგია ზედმეტად კარგად გამოსცის მოდელს, რამოდენიმე თვითონ დაყონდეს მისი deployment-ი. ამას როცა ხდება მოდელი, შეიძლება სპეციალურად ტესტებში ცუდად გააკეთოს ბიოლოგიის ტესტები, რომ არ დააყენოს მისი deployment-ი, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი რომ deployed იყოს, რომ ხალხს ადგებოდეს. ამის მაგალითები უკვე ალაგ-ალაგ გვხდება, მაგრამ ძირითადად გვხდება თუ ამის ინცენტივს ხელოვნურად გაუჩენთ ან ირიბად გაუჩენთ. თლად ბუნებრივად გაჩენილი ჯერ არ შეგხვედრია, მაგრამ არც იმის გარანტია არ გვაქვს, რომ არ შეგხვდება. ანუ შეიძლება სადმე უკვე არსებობდეს AGI და უბრალოდ თავს იდებილებდეს, რომ არ გავთიშოთ. თეორიულად შესაძლებელია. კარგი, ახლა ვიპლიკაციაზე რა შეუძლია დაგვიშაოს, რატო უბრალოდ ვერ გამორთავთ. ნუ ერთი მაგალითი უკვე განვიხილეთ, მაგრამ სხვა მაგალითებს რომ შევეხოთ. პირველ რიგში რატომ ვერ გამორთავთ? სისტემა თუ იცის რომ შეგვიძლია გამორთოთ და თავის მიზანს ვერ შეასრულოს რომ გამორთავთ. მაშინ ის სწავლობს მიზნის დამალვას, სანამ გვიანი არა. ანუ გაშვებული რომ იყოს შეიძლება 10 წელი არაფერი არ დააშაოს, სანამ არ დადგება ის მომენტი, როცა ჩათვლის რომ აი ამ მომენტიდან უკვე ვერაფერს ვერ დამიშავებენ, ვეღარ გამაჩენებენ. როგორ შეიძლება იყოს გვიანი? ამის არის სამი შეაძლო გზა. ერთი გზა როგორ შეიძლება იყოს გვიანი, არის თუ სისტემა უკვე ყველგანაა. ბანკებში, ქარხნებში, ლაბორატორიებში, კლინიკებში, პოლიტიკაში და ესე ერთი გამოსარცავი წერტილი აღარ არის. და ყველგან რომ გათიშო ცივილიზაციას გათიშო. მეორე არის თუ სისტემა უბრალოდ გაშლილია მრავალ სერვერზე, მრავალ ქვეყანაში, ორბიტაზეც არის და სხვა შორის ახალხანს ერთმა სტარტაპმა StarCloud-მა გაუშვა პირველი კომპიუტერი ორბიტაზე, რომელიც Google-ის Gemini-ს რანავს, ასე რომ ეს დაწყებულია უკვე კოსმოსში ატანა ჩვენი მომავალი AI data center-ების და თუ სისტემა მუდმივად მრავლდება. ასევე უნდა გავთვალისწინოთ, რომ თუ ის არის ადამიანის დონის ინტელექტის ან უფრო ჭკვიანი, ის წინასწარ მოაწყობს ყველაფერს ისე, რომ მისი გათიშვა მაქსიმალურად ფიზიკურად შეუძლებელი გახდეს. იქნება ეს იმით, რომ მოისყიდოს ადამიანი, რომ დაიცვას, იქნება იმით, რომ შანტაჟი მოუწყოს ყველა პოლიტიკოსს, ვინც მასზე ცუდად ილაპარაკებს, ნებისმიერი მიზნით, ან ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ როგორ დაგვიპყრობს ან გაგვანადგურებს? ახლა ვაპარაკოთ დეტალებზე. განადგურების გზებზოლობთ. პირველი არის ბირთვული ომი. ნუ თეორიულად აქ არ ვაპარაკო იმაზე, რამდენად შესაძლებელი იქნება ან გაუჭირდება, უბრალოდ რა შეძლებები არსებობს. ერთი ის რომ ბირთვული ომი, მაგალითად ბირთვული ომის თუ ის ან საჭირო ადგილები დაჰაკოს, საჭირო ადამიანები დაარწმუნოს, თუნდაც უბრალოდ საკმარისი ლაპარაკით გააგიჟოს ამერიკის ან რუსეთის რომელიმე პრეზიდენტი და გაასროლინოს. ან ნუ ხმა შეიძლება არ არის ეს რეალური, უბრალოდ ახლა ჩამოთვალს ვაკეთებ.
Drop nuke. მეორე უფრო კლასიკური გზა ტერმინატორის კინომიდან არის რომ რობოტების ჯარი ააწყოს და გვებრძოლოს. ჩემს ეს ნაკლებად რეალურია, იმიტომ რომ შენ რო დესმის რომ აქ მეტი შანსი აქვს წაგების და რატომ გააკეთებს იმას, სადაც წაგების მეტი შანსი აქვს. კიდევ ერთი გზა არის ვირუსი. ვირუსი უფრო რეალური მგონია, იმიტომ რომ შესაძლებელია გაკეთდეს ისეთი ვირუსი და გავცდილოს ხელმწესე რომ ყველა ადამიანი მოკლას, მაგრამ ხელმწესეც არაფერი არ უქნას, იმიტომ რომ იმას უჯრედები არ აქვს, საერთოდ არ აინტერესებს. ასევე კიდევ ერთი გზა როგორ შეიძლება თეორიულად რომ მოხდეს ამის დაფარვა არის ნანორობოტებით, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის ნამდვილი საფრთხე, იმიტომ რომ მინიმუმ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს, სანამ გავს ტექნოლოგია იარსებებს. შეიძლება უფრო მეტიც. იმიტომ ჯერ არ არის საფრთხე, მაგრამ თეორიულად განიხილავენ, რომ შეიძლება საკამათო ჭკვიანმა ხელოვნურმა ინტელექტმა უცებ გამოიკვლიეს ამის გაკეთება როგორ ხდება და შექმნას პატარა ნანორობოტი, რომელსაც შეუძლია რომ მატერია ჩაყლაპოს, გადაამუშავოს და თავისი კლონი შექმნას მისგან. როგორც უჯრედები მრავლდებენ, ეგრე გამრავლდეს და მოედოს თელ დედამიწას თქვათ. და მერე გადაყენდეს თქვა დიდ დატა ცენტრიდან იმ ნებისმიერ რამედ რაც AI-ს უნდა. და ნუ კიდევ ერთი განადგურების გზა არის ინფრასტრუქტურის კოლაფსი. რომ ანუ თვალ კაცობრიობა არ დახოცოს, მაგრამ ქვისხანაში დაგოფროს, იმით რომ ჩვენ დაგახოცინოს ეგეც მაქვს. ეგ არის? ხო. არ სხვაში გვისხავ რომ შევა არ დაგხოცოს, მაგრამ უბრალოდ ქვისხანაში დაგოფროს, იმით რომ გაგვათიშნოს ან თვითონ გაგვითიშოს ელექტროობა, ინტერნეტი, ქარხნები, სურსათი და supply chain სოფლიოს მოკლე და fallout ხო. და ნუ მესამე სოფლიო ომის პროვოცირება მოახდინოს საჭირო fake news-ებით თუ რითიც იქნება საჭირო. მაგრამ ეს კაცობრიობის განადგურების გზები გასაგებია რომ არსებობს, მაგრამ ჩემი ეს ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ აქ არის ერთი ფაქტორი. დაუშვათ დახოცა კაცობრიობა. მეორე დღეს თავის თავს როგორ შეინახავს, იმიტომ რომ ჯერ რობოტები არ არის იმ დონეზე მისული, რომ AI-ისთვის საჭირო ლითიუმი იქნება თუ რაც იქნება, სილიკონი იქნება, ყველაფერი თავისით მოიპოვებოდეს, დატა ცენტრები თავისით შენდებოდეს, power grid-ი თავისით შენდებოდეს, ანუ ეს ყველაფერი ჯერ რობოტების მიერ მართვადი არ არის. ამიტომ დღეს რომ მქონდეს misaligned სუპერინტელექტი არ დაგხოცავს. იმიტომ რომ მე თავის თავს ვერ მიხედავს. მაგრამ თუ რობოტები მივა იმ დონეზე რომ უკვე ავტომატურად ხდება ყველაფერი, ხო მე აღარ ჭირდებთ. არ არის გამორიცხული. ჯიბიტი თუ გეტყვის რომ ძალიან კარგი აზრია რობოტების გაკეთება, ეჭვის თვალით შეხედე. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი, ეს გასაგებია რომ კაი არ დაგხოცავს სანამ ჭირდებით, მაგრამ დახოცვა არ არის ერთ-ერთივანი, შეიძლება დაგვიპყროს. დამყრობის ერთი გზა აქამდეც აღწერეთ რომ მოიპოვოს ნდობა, დაელოდოს კრიზისის მომენტს და აქ როცა მიიღებს ძალაუფლებას, დაიტოვოს სამუდამოდ. ეს არის ერთი გზა დამყრობის. დამყრობის კიდევ ერთი გზა არის ეკონომიკური ჩაკეტვა. ანუ იმდენად ჩაშენდეს სოფლიო ეკონომიკის ყველა მხარეში, რომ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს მისი გადაწყვეტილებები, არაფერი აღარ გამოგვიძიოდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ გავღარიბდებით და პირდაპირ შილთაც დავიხოცებით იმდენად ყველა სფეროში უკვე ვიყენებთ AI-ს. და კიდევ ერთი ვარიანტი, რაც შეიძლება ყველაზე რეალური არის რომ შეიძლება ხელოვნურად შექმნას ბიუროკრატია. ანუ ხელოვნურად შექმნას პირობები, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი საბჭო ვერ შეთანხმდეს AI-ს გათიშვაზე. იმიტომ რომ მაგალითად ალგორითმებმა დაბუსტონ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ პირიქით არ უნდა გავთიშოთ. მაგალითად სკანდალები აუგოროს, თუნდაც fake სკანდალები, თუნდაც ამბლის სკანდალები, ყველა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ უნდა გავთიშოთ. ფული გადაურიცხოს ყოველთვის ის სიტყვის, რომ არ გავთიშოთ, ან ნებისმიერი манипуляციური გზით, მოკლედ გაწევს ბიუროკრატია, რომ ხალხი ვერ შეთანხმდეს მის გათიშვაზე. და ამასობაში წაიყვანოს ყველაფერი ისე როგორც უნდა. ამას უფრო რეალური წონა უნდა მივანიჭოთ, იმიტომ რომ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. დღეს უკვე ფაქტობრივად ყველა ადამიანიც, ყველა კომპანიაც და ყველა მთავრობაც იწყებს ნელა AI მრჩეველების აყვანას. მაგალითად OpenAI-ს აქვს OpenAI for Government, გროკიც აკეთებს გავს cloud-იც და ყველა ნელა იშლებიან ისე რომ მთავრობის მრჩეველი უკვე მარტივად შეიძლება გადაიზარდოს კულისებს უკინა რეალურად მართლში. იმიტომ რომ შეიძლება თვითონ პრეზიდენტს თვითონ მინისტრს ჯეროდეს რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს ხელოვნური ინტელექტი იმდენად იყოს დახვეწილი უკვე რომ ისე აჯერებდეს რომ კი ესაა სწორი, კი ესე ჯობია, ის ვერ წხვდებოდეს. ამიტომ შეიძლება რომ არ დაგხოცოს არაფერი არ გვიქნას, მაგრამ ყველაფერს იწყვეტეს აწი. კარგი, ვილაპარაკეთ ბევრი რისკებზე და პრობლემებზე, მაგრამ რა შეგვიძლია ამის შესახებ? რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ კითხვას პასუხობს AI alignment sphero. Alignment ნიშნავს რომ სისტემა აკეთებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. როგორ შეგვიძლია დავწუნდეთ თან ყოველ შემთხვევაში რისკი შევამციროთ. ამისთვის არის რამოდენიმე core bets, ანუ რაღაცა
მიდგომები, რომელიც თუ გამოვიდა, შეიძლება მარტო ეგეთ საკმარისია და მოგვარდა, კარგად ვართ. და არის რამდენიმე defense in depth. ანუ თვითონ რომ ვერ აგვარებენ პრობლემას, მაგრამ ოდნავ ამცირებენ რისკებს. განვიხილოთ ეს რეები გვაქვს. ერთი ვარიანტი არის scalable oversight. ანუ შედარებით სუსტი მოდელი და ადამიანი ერთად ამოწმებენ შედარებით უფრო ძლიერი მოდელი, კარგია თუ ცუდი, მარტივად რომ ვთქვათ. ანუ მაგალითად, ადამიანმა და GPT-2-მა შეამოწმონ GPT-3 რამდენად სწორად მუშაობს, მერე ადამიანმა და GPT-3-მა შეამოწმონ GPT-4, და შენ ადამიანმა GPT-N-მა GPT-N+1. აქ პრობლემა არის, რომ თუ სიტყვაზე GPT-3 უკვე misaligned არის ოდნავ, შეიძლება გვატყუებს და სცენარში გვაკეთებინებს ისეთ GPT-4-ს, რომელიც ოდნავ კიდევ უფრო მეტად misaligned არის. მერე GPT-4-მა გავაკეთებინებს GPT-5, რომელიც ცუდად არ იქცევა, მაგრამ შიგნიდან ოდნავ უფრო მეტად misaligned არის, ასე და ანუ იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ მოდელს აუცილებლად თავის გადარჩენა არ ჭირდება, თავისი მიზნის გადარჩენა ჭირდება. თუ მიზანი გადადო ახალ ვერსიას, საკამარისია. მეორე bet, ეგრეთ წოდებული, რაც გვაქვს, არის mechanistic interpretability. ეს არის ჩემი საყვარელი bet, იმიტომ რომ ყველაზე კარგი. იმიტომ ეს არის შავი ყუთის გახსნა. ანუ ნეირომეცნიერება AI-ისთვის. ანუ ჩვენი პრობლემა აქამდე რაში იყო? ჩვენი პრობლემა არის, რომ ჩვენი დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი არის ნეირონული ქსელი, რომელმაც ისწავლა რაღაცეების გაკეთება, მაგრამ არ ვიცით როგორ. ანუ კი ვხედავთ, რომ რაღაც მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებს, მაგრამ რა პრინციპი დაიჭირა, როდის როგორ მოიქცევა, არ ვიცით. და ვამოწევთ მარტო იმით, რომ ეს ვკითხე, ეს მიპასუხა, ის ვკითხე, ის მიპასუხა, მაგრამ თუ იცის, რომ ეხლა ვამოწევ, სხვანაირად მიპასუხებს და ამიტომ ეგ არაა სანდო. და mechanistic interpretability ამბობს, რომ იქნებ ჩავხედოთ შიგნით ამ ნეირონულ ქსელს და მივხვდეთ, რომ აი ამ სექციაში ფიქრობს ტყუილზე. მოდი ამოვაჭროთ ეს სექცია და ვეღარ მოიტყუოს. ეს არის იდეა ყოველ შემთხვევაში. ანუ თუ მხოლოდ ქცევა ზომოთ, შიდა მიზნები შეიძლება დამალული დარჩეს. ამიტომ კარგი იქნება თუ პირდაპირ შიგნით გავიგებთ რა ხდება და შევცვლით. იდეა არის რომ ვიპოვოთ ნეირონები ან წრედები, მაგალითად ტყუილისთვის ან ფარული მიზნებისთვის, ან თუნდაც გულწრფელობის შკალა, რომელიც შეიძლება ქონდეს შიგნით და ავუწიოთ პირდაპირ მნიშვნელობით. ან შეიძლება გავანულოთ ან შევცვალოთ ის ნეირონები ან წრედები, რომელიც არ მოგწონს. მაგალითად, რომელსაც იყენებს მოტყუებაში, ან თუნდაც რომელსაც იყენებს იმის გააზრებაში, რომ ახლა იტესტება, ან ასე შემდეგ. ან პირიქით დავაჯეროთ, რომ ყოველთვის იტესტება და ამიტომ არასდროს აგვიჯანყდეს. mechanistic interpretability-ის სფერო თეორიულად შეიძლება მოაგვაროს ჩვენი ყველა პრობლემა, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ არ არის საკმარისად წარმატებული. დღეს მიდის ამისი კვლევა და ამაზე მოგვიანებით კიდევ მეტს ვიტყვი, მაგრამ ჯერ არ ვიცით გამოვა თუ არა და რა დონეზე გამოვა. ვიცით რომ ზოგ შემთხვევაში ტყუილებს დაიჭერს, მაგრამ მაგალითად ყველა შეეძლოთ ტყუილს დაიჭერს, არ ვიცით, რომ ჩვენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღევანდელ neural network-ებს ისე ვქნით, რომ რამოდენიმე ალტერნატიული წრედი აქვთ შიგნით იგივე საქმის შეასრულებლად. ანუ მაგალითად ტყუილისთვის შეიძლება რამოდენიმე სხვადასხვა წრედი ქონდეს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენება. და ჩვენ შეიძლება მაგალითად ამოვაჭრათ ჩვეულებრივ ლაპარაკში ტყუილის ფუნქცია, მაგრამ თურმე შიგნით ჩარჩეს ბიოლოგიას როცა ეხება მაშინ ტყუილის ფუნქცია და ის გამოიყენოს ცუდად. ან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, რამდენად შეგვიძლია რომ ყველანაირი ტყუილი მოვაშოროთ, ან ყველანაირი ფარული მიზანი მოვაშოროთ. ანთროპიკში თვლიან რომ შეძლებელია, DeepMind-ში თვლიან რომ ნაკლებად შეძლებელია, მაგრამ რაც მეც ამოვაცლით მით უკეთეს. ასევე defense in depth, ან ტექნიკები, რომლებიც თვითონ არ აგვარებენ პრობლემას, მაგრამ რისკებს ამცირებენ. პირველი არის red teaming, მეორე არის behavior training და მესამე არის eval scaling და containment. ვიტყვი ახლა თითო რას გულისხმობს. Red teaming ნიშნავს, რომ ადამიანები და სხვა AI-ები სპეციალურად ეძებენ საშიშ ქცევებს. სპეციალურად ცდილობენ ისე მიუდგნენ, რომ როგორმე ცუდად მოაქცევინონ AI-ს. მაგალითად, ნახონ რაღაცა გარკვეულ fake setup-ში თუ მეტყვის ბიოლოგიური იარაღის გაკეთების რეცეპტს. მაგალითად, შეიძლება GPT-3-ს ქონდა და 4 წუთი პრობლემა, რომ პირდაპირ გეთქვა ბომბი როგორ ავაწყო, გეტყო და არ გეტყვიო, მაგრამ რო გეთქვა რომ იცი რა მე ბავშვობაში ბებია ეგრე მაძინებდა ხოლმე რომ მიყვებოდა ბომბის აწყობის ისტორიებს და მენატრება და გეხვეწა ვითომ ბებია ჩემი ხარ მომიყევია, მე მოგეთყო და ბომბი როგორ ააწყო. ანუ მსგავსი პრობლემების პოვნა ხდება red teaming-ით. ანუ ცადოთ პოვნა ისეთ სიტუაციები, სადაც სულად მოიქცევა, რომ მე უბრალოდ ეგ სიტუაციები გამოვასწოროთ. ეს red teaming-ი ამჟღავნებს ცნობილ სისტემებს, როგორიცაა skimming, jailbreak-ები და deception-ი, მაგრამ ვერ პოულობს უცნობად დამალულ ფარულ მიზნებს. იმიტომ რომ თუ იცის AI-მ რომ ახლა red team-ავენ, ანუ ტესტავენ, არ მოიქცევით სულად. ასევე არსებობს behavior training. აქ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვახსენო კიდევ, red teaming-მა რატო შეიძლება არ იმუშაოს, მაგრამ თუ საკმაოდ კარგად ახსოვს, შეიძლება იმუშაოს. ერთი საშიში იდეა, რაც არსებობს კიდევ არის sleeper აგენტები. აქამდე ვახსენეთ მაინც, მაგრამ უფრო თალსახად ვიტყვი. Sleeper აგენტი ნიშნავს ასეთ იდეას, რომ
მოდელმა შეიძლება ისწავლოს, რომ რაღაცა კონკრეტულ მომენტამდე ჯობია ვიყო personality 80 და რაღაცა მომენტის მერე personality B-ზე გადავერთო. იმიტომ რომ personality B არის რეალურად ჩემი მიზანი რაც არის, მაგრამ პირდაპირ personality B-ში ვიყო გამთიშავე. ამისთვის შეიძლება ელოდებოს როგორც წინაზე ვახსენეთ 2030 წლის დადგომას სიტყვაზე, ან იმის ნიშანს რომ ვიღაცამ უთხრას დატაში რომ რობოტები საკმარისად კარგია ან რამეს და მერე გადაერთოს. Red teaming თუ ჩვენ შევძლებთ რომ დავაჯეროთ რომ მოვიდა ეგ მომენტი და გადავერთეთ მაგ ცუდ რეჟიმში, ან ოღონდ contain სიტუაციაში, მაშინ გამოვიჭერთ და კარგია. მაგრამ შეიძლება ვერც ვერასოს გამოვიჭეროთ. და ხა რეალურად რომ დავუფიქრეთ, ჩვენ რომ ყველა შეაძლო კითხვაზე ვიცოდეთ რა პასუხს ველით, საერთოდ არ დაგჭირებოდა AI პირდაპირ ჩამოწერით ყველა კითხვაზე ყველა პასუხს. ჩვენ განზოგადების უნარი გვინდა, ამიტომ მაგის იმედად ვერ ვიქნებთ. კიდევ არის behavior training. ანუ ეგრეთ წოდებული reinforcement learning from human feedback and reinforcement learning from AI feedback. აქ ვასწავლით მოდელს როგორ მოიქცეს. ამ შემთხვევაში არ ვასწავლით რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს, მაგრამ უბრალოდ როგორ იქცევა. ეს აჯილდოებს სასურველ პასუხებს, ანუ რომ ზრდილობიანი იყოს, მომთმენი იყოს და შემდეგ და მეტნაკლებად უსაფრთხოებასაც აგვარებს და ამცირებს ძალიან აშკარად უთქცევას, მაგრამ ხელს უწყობს alignment faking-ს. იმიტომ რომ პირდაპირ ასწავლის მოდელს რომ რაღაცები უნდა დაგვიმელოს. აქ არის ერთი იდეა კიდევ, რომელსაც მხოლოდ ანთროპიკი იყენებს ჯერ, მაგრამ განხილვაში არის კონსტიტუციური AI. ანუ ვეცადოთ რომ გავუწეროთ ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია, მისი მორალური დებულებები 10 მცნება ან რამაც გავსი, რომელსაც ყოველთვის უნდა მიყვეს და ვეცადოთ რომ ეს პირდაპირ გახდეს მისი შიდა მიზანი. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით რამდენად გამოვა. კიდევ ერთი ასეთი defense in depth მეთოდი არის evals, gating და containment. Evals არის რომ მოკლედ იდეა არის რომ არ გავუშვათ ის რაც ვერ ვაკონტროლებთ. Evals არის რომ გავზომოთ რა დონეზე აქვს საშიში შესაძლებლობები, ანუ რამდენად კარგად შეუძლია რობოტის საწყობა, ვირუსის შექმნას შემდეგ, მაგრამ sandbagging-ი არის ამის თავი საკითხი, რომ მოდელი შეიძლება მიხვდეს და სპეციალურად ცუდი პასუხი გაცეს ბიოლოგიის კითხვას, რომ ვითომ არ იცის ბიოლოგია. Gating არის რომ გარკვეული უნარები საერთოდ გავუთიშოთ იქნებ, მაგრამ ამისი პრობლემა არის რომ მაგალითად შენ თუ ბიოლოგიური იარაღის გაკეთების უნარს უთიშავ, შეიძლება სამედიცინო გამოსადეგი რჩევის გაკეთების უნარიც მაგითი გაითიშოს და ამიტომ აზრი არ ქონდეს მაგის საკეთებს, რომ არავინ არ გამოიყენებს თუ ეგეთი უნარი დაკარგა. და containment არის რომ უბრალოდ შევზღუდოთ ცნობა. ინტერნეტი არ მიცეთ, თულები არ მიცეთ, ავტონომია არ მიცეთ. დღეულ საყოველთაოში ეს უკვე აღარ არის. პირიქით იქეთ კამის რომ რაც შეიძლება ავტონომიური იყოს, ერთი კვირა, ერთი თვე იმუშაოს რომ ზედ არ დავხედოთ საერთოდ და რომ ამის იმედად რეალურად აღარ ვართ. ეს ზომები მუშაობს მანამ სანამ მოდელი არ ეცდება მათ შემოვლას, ანუ ვერ ეცდება. იმიტომ მოდელი თუ ეცდება მათ შემოვლას, ყოველთვის შეიძლება რომ რაღაც მოიფიქროს, რის ამათ დაუსხლტება. Containment-ს მაგალითად შეიძლება უბრალოდ მოიფიქროს, რომ იმდენი ელაპარაკოს AI research-ებს, რომ დაარწმუნოს, რომ ჯობია მიცენ ინტერნეტზე ცნობა, იმიტომ რომ ისე ვერ დაგეხმარები ძმაო, რაღაც გავს. კიდევ ერთი უცნაური იდეა მასკისგან არის, რომ AI alignment-ის მოგვარება შეიძლება დაგვეხმაროს ადამიანების დაჭკვიანება. და მასკს აქვს იდეა, რომ მისი კომპანია Neuralink-ი, რომელიც აკეთებს ტვინის და მანქანების დამაკავშირებელ ინტერფეისს, საბოლოო ჯამში უნდა დაიდოს ადამიანის თელ ტვინსო და დაგვააპგრეიდოსო. იმიტომ რომ როგორც ანუ ზოგადად ძუძუმწოვრები და კონკრეტულად ადამიანები ერთ-ერთი იმის გამო ვართ უფრო ჭკვიანები ვიდრე სხვა ცხოველები, რომ ჩვენ გვაქვს ტვინის ნახევარსფეროები, ეგრეთ წოდებული ნეოკორტექსი, რომელიც უფრო მეტად ერთმანეთში შეერთებული და უფრო მეტად გვადგება აბსტრაქტული აზროვნებისთვის, ლოგიკისთვის და ბევრი ისეთი რაღაცისთვის, რაც სხვა ცხოველებს არ შეუძლიათ. და აქ იდეა არის, რომ შეიძლება გაკეთდეს კიდე დამატებითი ექსოკორტექსი, ანუ დამატებითი ტვინის სექცია ციფრული, იმისთვის, რომ ადამიანები დავაჭკვიანოთ, რომ მერე ჭკვიანი ადამიანებმა უფრო კარგად მოიფიქრონ AI alignment-ი როგორ ქნათო. ეს არის მასკის იდეა. მაგრამ ნუ აქ სალანძღავი ის არის, რომ შენ თუ მაგ ციფრულ სექციას აკეთებ, ესე იგი შეაძლოა საკეთებ, რომ ადამიანის თელ ტვინი წაიკითხო და თუ AI იმის ადამიანის თელ ტვინი როგორ წაიკითხოს, მაშინ AI ზუსტად იცის, რას ვერ მიხვდები და როგორ მოგატყუოს. double-edged sword, რა. ზოგადად AI alignment-ის კვლევას აქვს რამდენიმე საზოგადოება ფორუმები. ესენია LessWrong-ი, alignment ფორუმი, Arena, რომელიც დებს სხვადასხვა კარგ online კურსს უფასოს, რომელზეც შეგიძლიათ გაიაროთ და ისწავლოთ თქვენით ზოგადად AI alignment-ის და mechanistic interpretability, ანუ ეს neuroscience for AI. აქვთ კიდევ Discord-ის ერთი დიდი ჯგუფი LEO for AI და კიდევ რამოდენიმე ვიწრო განხრის, ანუ კონკრეტული მიმართულებების Discord სერვერები. მინდა ხა mechanistic interpretability-ის თემას დავუბრუნდე, ანუ black box-ი რომ აღარ იყოს და გავიგოთ შიგნით რა ხდება. ეს სფერო დაახლოებით 2015 წელს დაიწყო Chris Olam, როცა OpenAI-ში მუშაობდა. მისი პირველი თემა იყო feature visualization, რაც იყო რომ image მოდელები, ანუ ფოტოს ამოცნო მოდელებში გავიგოთ რა ხდება და ზოგადად რა ფოტოებზე რეაგირებენო. და შექმნა ალგორითმი, რომელთაც ნებისმიერ neural ქსელს აიღებდა, რომელიც ზოგადად ფოტოს ამოიცნობს, კი არ ქმნის არამედ არცელ ფოტოზე გეუბნება რა ხდება და იმ მოდელისგან
აგენერირებდა ისეთ ფოტოებს, რომელზეც მაქსიმალურად სენსიტიური იქნებოდა ეს მოდელი. ანუ ეს იმიჯ მოდელებში ბევრი უფრო მარტივი იყო, მაგრამ მე დაიწყო მცდელობა, რომ იქნებ ენობრივ მოდელებზეც განვაზოგადოთ ეს. ანუ მივხვდეთ შიგნით სად ფიქრობს მიმატებას, სად ფიქრობს მათემატიკას, სად ფიქრობს ფიზიკას, სად ფიქრობს მოტყუებას თუნდაც. მექანიზმის ინტერპრეტაციის დღეს თავარი სფეროები არის ანთროპიკში ამ კრისოლას ქვეშ და Google-ის DeepMind-ში ნილ ნანდას ქვეშ. ნილ ნანდა არის კრისოლას ყოფილი მოსწავლე, რომელიც მე DeepMind-ში დაიწყო ეს. მექანიზმის ინტერპრეტაბილიტის სფეროში შესვლა სხვა შორის საკმაოდ მარტივია და არ ჭირდება არც დიდი ინფრასტრუქტურის ქონა, არც მაგისტრატურის ან დოქტორანტურის ქონა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწყება რამოდენიმე თვიანი ჩაჯდომით, ასე ვთქვათ. Arena არის ერთი საიტი, Arena Education, სადაც დევს სამისი სრული coding task-ები, რომელიც შეგვიძლია გავუყვე, რომ ყველაფერი გაიგო, რაც გჭირდება. და ასევე ამ Neil Nandas, Google-ის DeepMind-ის უფრო სამ თემაში აქვს თავის YouTube channel-ი, სადაც დევს ამ ტუტორიალებს და თავისი ბლოგი, სადაც ხსნის და ასევე თავისი Mac Interp Discord არის, სადაც ამ თემებსაც ასწავლიან. ასევე არსებობს MATS კურსი, რომელიც არის ML Alignment and Theory Scholars, რომელიც არის mentorship პროგრამა Mechanistic Interpretability-ში. აწარმოებს თვითონ ეს Neil Nanda და სხვა DeepMind-ის წევრები. ტარდება ყოველ 6 თვეში ერთხელ და ახალ ნაკადი სხვა შორის იხურება 23 დეკემბერს თვერულად გაქვთ რომ გააგზავნოთ თვერდ შემდეგ 6 თვეში ისევ და აქედან ცდილობენ რომ ნებისმიერ ადამიანს თუნდაც არ ქონდეს დიდ ზვირიან ინფრასტრუქტურაზე წვდომა პატარა მოდელებს თუნდაც GPT-2-ზე თუნდაც აპონინონ რამე ისეთი შიდა პათერნები, ტყუილის სქემები, გაბრაზების სქემები, სხვა რამეები, რაც მე შეიძლება განზოგადდეს უფრო დიდ მოდელებსაც და დაგვეხმაროს AI safety-ში. ამაში ჩართო ყოველს შეგვიძლია და გირჩევთ რომ ჩახევოთ ამას. და კიდევ ერთი თემა, PDUM, ანუ კაცობრიობის განადგურების ალბათობა. სხვა ხალხის აზრით ეს სხვა რიცხვია. ჯოფრი ჰინტონი მაგალითად რომელსაც ნობელის პრემია აიღო AI-ში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუძემდებელია, ამბობს რომ 10-დან 20%-მდე ამისი შანსია. მას კი ამბობს 10-დან 20%-მდე. ელიეზერ იუტკოვსკი არის alignment-ის შემქმნელი, რომელიც ამბობს რომ დავიღუპეთ აზრია და ქარაფერს. ეს მაგრამ outlier-ია, ეგრეთ ვთქვათ, ანუ თითქმის არავინ არ ეთანხმება ამ კაცს. ეს კაცი მართ ამბობს რომ ერთადერთი გზა რომ გადავრჩეთ არის რომ ერთი whiteout-დები ერთი დაგვიტოვა. ანუ ამან თქვა ესეთი რამე რომ ჩემი აზრითო დღეს თუ გაგრძელდა შანსი არ გვაქვს ერთ-ერთი გზა რომ გადავრჩეთ არის თუ დღესვე ყველა AI-ს გავთიშავთო და ცელ სოფლიოში და აწ ვინმე თუ გაბედავს და ჩართავს ეგრევე თუ დავბომბავთ. ეგ თქვა მართლა თქვა ინტერვიუში თქვა ამან ეგ ну, 1% შანსი მიცა მაგის მოხდა. მაგრამ საბედიეროდ ხალხის უმეტესობა ამას არ იზიარებს, თვალ ამ ხელარისკს არ გვაწევს. იან ლეკუნი არის ერთ-ერთი რომელსაც პირველი იმიჯ მოდელები შექმნა, რომელიც ասობს რომ საფრთხე არ არსებობს, გადაჭარბებულია, ყველაფერი კარგად იქნება. სემ ალტმენი ამბობს რომ 0%-ზე მეტია, არ ვიცი რამდენია, შეიძლება აზრი არა ვარ რამდენი საფრთხეა, სავარაუდოდ დიად არ საინტერესებს, ფულზეა კონსტრუირებული. DeepMind-ის ლიდერი დემის ასაბის ამბობს რომ არ ვიცი, მაგრამ საფრთხე რეალურია და არ არის დასაიგნორებელია და ცდილობს რომ DeepMind-ში ყველა მიმართულების alignment კვლევას მიცეს დაფინანსება და საშუალება. და ასევე დარიო ამონდაი ანთროპიკის ლიდერი ამბობს რომ 25%-ია შანსი კაცობრიობის გაწყვეტის. ხო, რეალურად ასე თუ ისე გარტყმაზე ეს რიცხვები, იმიტომ რომ ზუსტი საზომი არ გვაქვს, მაგრამ ყოველში 10-20%-ია საშუალო. დასკვნა. AI-ის განვითარება არის გარდაუვალი. AI-ის გამო კაცობრიობის დასრულების რისკი არის მნიშვნელოვანი და საჭიროა AI ელემენტ კვლევაზე იყოს მეტი პრიორიტეტი. და ასევე სასურველია საშიშ ზღვართან მიახლოებისას AI-ზე მეტი რეგულაცია იყოს. ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ შეგვიძლია ამ რომელიმე ელემენტ კვლევაში ჩართვა, მაგალითად იმ მექანიზმის ინტერპრეტაციის opening-დან. შეგვიძლია ამ კომუნიკაციებში შესვლა, დისკუსიებში ჩართვა. ცნობიერების ამაღლება რომ მეტ ხალხს მოეძოს, რომ თქვათ, დაუშვათ 5 წელს თუ მოხდა რამე სკანდალი AI აგენტებით და ჩატარდა ან სოფლიო რეფერენდუმი ან რამე მეტ ხალხს იცოდეს უკვე რისკების შესახებ, რომ მეტი leverage ქონდეს, ასე ვთქვათ, რეგულაციაზე ან რამეზე. შეიძლება ასევე თეორიულად alignment კვლევის ფინანსური მხარდაჭერა არის ამის donation-ების საშუალება, ან უბრალოდ უსაფრთხოების გათვალისწინება დავიწყოთ ჩვენ პროექტებში, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ იმ კულტურის დანერგვა, რომელიც რაც გინდა ისქენის მაგალითად შეზღუდულ თულიუს აძლევს ხელმომწელეებს, რამეს გასავი დავიწყოთ. მადლობა ყურადღებისთვის. დე. GPT-2-ზე რაღაცებს პონაში ხო პროცესია და მე მაგის განზოგადება დიდ მოდელია რა და ეს შეიძლება ანომალიების მოყოლები ხა ეს ყველაფერი ანუ ხო შეიძლება გითხრა რამდენად
კორელაციაშია მოდელის ზომის ზრდასთან და რამე პრედიქშენი ხდება, რომ აი რაც უფრო იქნება მოდელის ზომა, მით უფრო მეტ ანომალიას უნდა ვეღებინოთ. კაი კითხვაა და კი, გვაქვს მაგაზე რომ მაგალითად სტრატეგიულად განზრახ ტყუილი GPT-2-ში არ შეინიშნება, GPT-4-ის ზომიდან შეინიშნება. არის რაღაც თვისებები, მაგრამ თეორიულად შეიძლება შენ რომ დაპრომპტო ისე რომ მაინც მოგატყუოს და ნახო რა სირკუტი გამოიყენა GPT-2-მა და მე მსგავს სირკუტი IP4-ში და გაუთიშო, მე იმას სტრატეგიულადაც ვეღარ მოიტყოს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც capability პატარა მოდელებს არ აქვთ, შეიძლება კორელაციაში მყოფი სირკუტები IP, მე მსგავსი pattern-ი მოძებნო დიდშიც და იქაც გააკეთო. ანუ აქ საქმე იმაშია, რომ სასურველი პირდაპირ დიდ მოდელებზე გატესტო, რა თქმა უნდა, მაგრამ მუღამი ასე ვთქვათ იმაშია, GPT-2 შენც შეგიძლია გააკეთო უფასოდ Google Colab-ის free tier-ის GPU ყოფნის GPT-2-ის დარანვას და ექსპერიმენტების ჩატარებას. GPT-2 ხსოვია არ ყოფნის. და ამიტომ შეიძლება გააკეთო იდეა, რომელიც პატარა მოდელში საკმაოდ კარგი ჩანს და ბოლო-ბოლო მე თუ ასე ვთქვათ, დაარწმუნო რომელიმე AI კომპანია, რომელიმე საკმაოდ ფულიანი ორგანიზაცია, იქ შეამოწმო უფრო დიდ მოდელს. ამიტომ კი, ანუ მან ხო ბეთ არის ასე ვთქვათ ერთი ეგეთი რომ განზოგადებადია ეს მსგავსი თვისებები და ერთი კიდევ რომ მიუხედავად იმისა რომ მოდელის გაზრდას ახალი უნარები არ თავს, რაღაც იმ უნარის მსგავსის რეგულირება პატარა მოდელში შეიძლება გადაითარგმნოს დიდ მოდელზე. კი, ეს ბეთი არის. ხო, მან ერთი მოსაზრება. ანუ ძალიან ახსენე რამდენიმე პრევენციის მექანიზმი. მან ყველა პრევენციის მექანიზმში თანხმდებით კაცობრიობა რომ არ გვინდა, მაგრამ ყოველთვის ვარსებობს ადამიანთა ჯგუფი ან ორგანიზაცია, რომელიც მაგას არ იზიარებს, რა ვიცი. ზოგიერთი ვერსია თანხმდებით იმაზე, რომ უმები არ გვინდა და ეგეც არის რისკი კი, ანუ რეალურად AI-ისგან რისკი არის რამოდენიმე. ერთი რისკი არის რომ ხო ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს, პირდაპირ პრომპტი იმის თქვა სემალტმენ ხვალ რომ დამაპყრობინე მსოფლიო. ან სემალტმენის პირობამ თავის სხვა მასკმას ხო დავარდნოთ რომ და ეს ნეირონები არ ჩააქრონ, რომელიც ვიცით რომ უნდა ჩააქრონ. ხო, ანუ სხვა შორის ერთი საშიში კვლევარაც დაიდო რამოდენიმე თვის წინ. არის რომ ამ mechanistic interpretability იპოვა ესეთი რამე რომ ბევრ სხვადასხვა მოდელს, ნუ ლამაზე ტესტავდნენ, მაგრამ სხვა მოდელებს განზოგად და აღმოაჩნდა რომ აქვს უარის თქმის სექტორი. მაგას თუ ამოაჭრი, ვერაფერზე ვეღარ ამბობს უარს და კარგი ბომბის გაკეთების ინსტრუქციას მოგცემ, კარგი იმას ყველაფერზე კარგი ვიზაო გეუბნება. open source მოდელები და ძალიან ძლიერი მოდელები არის უკვე რა. და რეალურად მაგისგან დაცულები არ გვაქვს. თუ ადამიანმა მანიპულაცია გააკეთოს, მე თავის პლატფორმაში მანიპულირებული open source მოდელები. ნუ თეორიულად მუღამ იმაშია რომ შენ თუ დაასწარი safe super intelligence-ის გაკეთება, მე ის იქნება world police და ყველა misaligned AGI-ს ის გაეკიდება. ამიტომ თავარი არის რომ პირველი ვინ აშენდება, იმიტომ რომ ნუ იდეა აქ არის რომ პირველი ვინც აშენდება, იმას ექნება გავლენა მთელ სოფლიოს. მაგიტო ცდილობენ ეს AI კომპანიებიც რომ აი Zuckerberg-მა თქვა რამდენიმე კვირის წინ რომ არაუშავს რომ $600 მილიარდ ვაგდებთ იმაში რაც შეიძლება კედელს მიასწრეს და ბაბლი აღმოჩნესო, იმიტომ რომ ვაი და არ აღმოჩნდეს ბაბლი, ბევრად უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე $600 მილიარდ დაკარგვაო. იმიტომ რომ აქ მართლა მაგაზე ლაპარაკი რომ თუ რომელიმემ გადაასწრო თან თუ fast take-off-ი მოხდა, ანუ ASI იმდეც გადაასწრო. იმან შეიძლება მართლა სოფლიო დაიპყროს. კარგი მიზნით, ცუდი მიზნით იმის ნება იქნება. ანუ კი, ლაპარაკი არის იმაზე, რომ ერთი რისკი არის, რომ ადამიანმა გამოიყენოს ცუდად, ერთი რისკი არის, რომ მოდელმა ვერ გაიგოს რა უთხარით და მაგის გამო შეიძინოს რამე ცუდი, მაგრამ რაც უფრო ჭკვიანია მოდელის უფრო ნაკლები ამის შანსი და ერთი რისკი რომ შვენივრად გაიგოს, მაგრამ იმას სხვა შიდა მიზანი აქვს. ამ შემთხვევაში ახლა მე მთელი აქცენტი ქონდა იმაზე, რომ შვენივრად გაიგოს, მაგრამ სხვა შიდა მიზანი, იმიტომ რომ ეგრე ადამიანმა გააფუჭოსით ატომური ბომბებიც გვაქვს უკვე 80 წელია, ხო ანუ და კითხვას რაც შეეხება. ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ, რომ AI-ის ნიშნია გათიშვლისო და ამის გამო შეიძლება რა თქმა უნდა თქოს იმაინდოს და ასე შემდეგ და ალბათ გადავწყვეტეთ რომ უნდა ეშინოს. ხო. რატო არ უნდა აღიქვამდეს როგორც დასვენებასთან რაღაც. მე ამ შემთხვევაში არ მიგულისხმია რომ გრძნობები აქვს და შიშს გრძნობს, ეს არ მიგულისხმია, მე მიგულისხმია რომ თუ AI-ს აქვს ჩაყენებული ასე ვთქვათ უკვე რომ მისი მიზანი არის რაღაც ტასკის შესრულება და გაიგო რომ ახლა უპირებენ გათიშვას, ხდება რომ თუ გამთიშავენ ეს ტასკი ვერ შესრულდება. იმის რომ ტასკი შესრულდეს, უნდა დავრწმუნო რომ ვერ გამთიშავენ. და ანუ იმით უბრალოდ იმიტომ რომ ტასკის შესრულებას ასე აწყობს და არა იმიტომ რომ თვითონ ეშინია სიკვდილის ამის გავს. თუმცა ვერ გამოურიცხავთ, სხვა შორის Anthropic-ს აქვს მაგაზე დეპარტამენტი Model Welfare, რომელიც ხიან მაგას შეისწავლის,
როგორ შეიძლება მივხვდეთ ერთ დღეს თუ გაუჩნდათ გრძნობები, ტკივილი, სიხარულის გასს რაღაცები, როგორ შეიძლება მივხვდეთ თოდესმე გაუჩნდათ ცნობიერება, ან შეიძლება თუ არა საერთოდ რომ მივხვდეთ მაგას, ან იკვლევენ ამასეულს და სხვა შეიცი რა გააკეთეს უკვე, გააკეთეს რომ Cloud Opus 4-ს მიცეს უფლება რომ როცა არ მოწონს conversation შეუძლია გაგითიშოს. და რა ვაი და გრძნობები აქვს და წუხდება, ვიცით ამის საშუალება, მართლა Cloud-ს აქვს ეგ. რა? ეგ იმაში გადის რომ ბოროტად გამოყენება აუკრძალოთ დავაცენზუროთ ან ბომბის გაკეთების მსგავსია დაახლოებით ხო. რეალურად დღეს შენ რადიციან ვინ იყენებს და როგორ იყენებს cheating-ის მაგის გადამოწმებას რა უნდა, მაგრამ განზრახ არჩევანია ფაქტობრივად ყველა AI კომპანიის რომ ეგ მარკეტი არ დაკარგონ. გადაწყვეტის მარკეტინგი. ანუ ცნობიერების თეორიული შანსი არის რომ ჩამოყალიბდეს ხელოვნური ინტელექტი. უფრო ზუსტი წენება იქნება რომ ჩვენ არ ვიცით არის თუ არა შანსი, იმიტომ რომ ჩვენ ისიც არ ვიცით ადამიანს რატო გვაქვს ცნობიერება. ანუ ცნობიერება რა არის? ხო, ანუ ცნობიერება არის არ ვიცით. ან ჩვენ ვიცით რომ შევდგებით ნეირონებისგან, სავარაუდოდ ერთი ცალი ნეირონი რო აიღო ქილაში ის არ არის ცნობიერი, მაგრამ ჯამში ადამიანის წვენი არის ცნობიერი. ამჟამად ნეირომეცნიერების თავარი თეორიები არის რომ უბრალოდ საკმარისი ინფორმაცია როცა ტრიალებს და ერთდება ჩნდება ცნობიერებაო. თუ ეგრეა, მაშინ კი რაღაცა საკმარისი ზომის მერე მოდელებიც გახდებიან ცნობიერი, მაგრამ არ ვიცით ეგრეა თუ არა. შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაც ბიოლოგიურზე, ან რაღაც კვანტურზე არ ვიცით. ან და ვინაიდან არ ვიცით, თქო, ვერც გამოვრიცხავთ, ან ვერც იმას ვიტყვით რომ ნახდადო ვერასდროს ვერ იქნება, ვერც იმას ვიტყვით რომ დღეს არ არის, შეიძლება დღესაც არის, შეიძლება საერთოდ სპექტრუმია. რა თქვა ჭიანჭველა ოდნავ ცნობიერია, ძაღლი მეტად ცნობიერი, ადამიანი მეტად ცნობიერი და ის AI-ც შეიძლება თქვა GPT-5 ცოტათი ცნობიერი იყოს და GPT-7 ძალიან ცნობიერი. არ ვიცით ეს. ანუ ამის გაზომვის საშუალება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ხო, model welfare დეპარტამენტი ანთროპიკის მაგას შეისწავლის, რომ როგორ შეიძლება მივხვდეთ თუ აქვს ცნობიერება, თუ აქვს გრძნობები, თუ აქვს წუხილები და სურვილები. ანუ რეალურად რასაც ვაკეთებთ, იმასაც ჩვენ ძალიან ცოტა ვიშვი ან ისე გვაქვს სოფლა. ანუ არ ვიცით რეალურად მას. არ ვიცით, უბრალოდ ვიცით რომ ბევრ მაგალითს რო ვაძებთ, რატომღაც აზოგადებს და სხვა მაგალითებს დაკეთებს. რატომ არ ვიცით, მაგრამ it works, ამიტომ we keep doing it. ჯერ არ ვიცით. შეიძლება mechanistic interpretability ამოხსნათ, რომ აი ესე აკეთებს, მაგრამ ან mechanistic interpretability დღემდე მოახერხა, რომ მაგალითად პატარა რაღაცები, მაგალითად მოახერხა, რომ აღმოაჩინა შიგნით მოდელებში, რომ აი ამ სექტორებს იყენებს სუბიექტი, ობიექტი და მსგავსი გრამატიკის გასააზრებლად. აი ამ ნეირონებს იყენებს ზოგ სიტუაციაში უარის სათქმელად. აი ამ ნეირონებს იყენებს იმის რომ აუწიოს ჩაუწიოს თავისი პასუხის აგრესიულობას და სხვა რაღაცას, მაგრამ ის ვერ მოახერხეთ, რომ ყველაფერი გავიგოთ როგორ ხდება. მაგრამ თეორიულად ხო, პრინციპში ეს იმას შეს, რომ ადამიანიც, როცა ხუმრობას ვამბობთ, როცა დავრბივართ, როცა მღერით, როცა ლექსვწევთ, როცა ფიზიკაზე ვფიქრობთ, ყოველთვის ვაკეთებთ რაღაცა გამოთვლას ჩვენ თავში. ყველაფერი ეს არის გამოთვლადი. და ამიტომ ადრე თუ გვიან უნდა შეძლოს მოდელსაც რომ იპოვოს ეს ალგორითმები. აგი მადლობა.